განს თავად გამოხდა. აი წესით და კითხვაზე არა ხოდა. ანუ მოკლედ პირველ რიგში რო წავიკითხე პირობა და რომ მივყევი, ძალიან კაი იყო რომ მოცემული გქონდა თვითონ აი აქ აი ეს განსხვავებები ამ აბნორმალიტის თუ როგორ დავუყო ამ კლასებს შორის რა და ანუ ჯერ რომ ნახოთ ნორმალური, გვაქვს ძალიან მცირედ ნაზარდი შეგვიძლია ვთქვათ პირველ ნაწილში, აი ამ რაღაც P ნაწილში, მერე QRS-ში გვაქვს ფაიქი და T ნაწილში, ანუ ეს T ნაწილი არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი სხვა ნაწილებში რა. და რაღაც ეს T ნაწილი, რომელიც მთლიანობაში იკლებს რა, ნელ-ნელა. და აი მაგალითად რო ავიღოთ პირველი AFib რაღაც atrial fibrillation, ამას აქვს ძალიან ასე ვთქვათ ქაოსური სპაიქები ამ QRS იმის გარდა რა. და ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ კარგად სხვადასხვა ფიჩერებში და ეს ნახე ეგრევე. ამ შემთხვევაშიც ფაქსეც სანამ წესით უნდა იყოს პირველი ჩავარდნა იქამდე აქვს რაღაც მცირე სპაიკი და ნაზარდი, ესეც ძალიან კარგად არის შესამჩნევი. PVC-შიც რაღაც როგორც რაღაც ეწერა ადრევის შეკუმშვა ხდებაო და ხამაგდენი ბიოლოგია და რაღაც არც არის საჭირო რომ ვიცოდეთ უბრალოდ კარგად ჩანს განსხვავება რომ ამასაც ბოლო ეს T ნაწილში აქვს ჩავარდნა და ამის საწინააღმდეგოდ STEMs აქვს ეს T ნაწილში ავარდნა. აქ პირველ რიგში, როდესაც ვნახე, რაც ვიფიქრე იყო, რომ კარგი ვარიანტი იქნებოდა თუ გამოვიყენებდით ფართობებს, ანუ ამ ქორვის ქვედა ნაწილში ფართობს ინტეგრალს და ამას გამოვიყენებდით ერთ-ერთ ფიჩერად. ამის შემდეგ რაც აქ იყო ძირითადად და მე გავაკეთე პატარა იდა, რომ ცოტა უფრო უკეთესად მენახა. კლასი ცოტა არა ისა დისბალანსი. მოცემული იყო პირობაში, რომ დაუბალანსებელია, ხო? ხო, და ამის ეს არ გამისწორებია იდეა შეიძლება ეს არის ერთ-ერთი ჩემი პრობლემაც. და ეგ თავარი ის არის. როცა random forest აკეთებდი, რა პარამეტრებს აკვირდებოდი იმისთვის, რომ გაგეკეთებინა ანუ რომ დაბალანსებული გაგეკეთებინა, რა დაბალანსებული მოდელი გაგეკეთებინა. კარგი ეგ არც მიცდია ბევრი რაღაცის შეცვლა, მაგრამ თავიდან 10-10 მქონდა და ძალიან დიდი იყო რა და ეგ გუშინ რო თქვა იქამ რომ დიდი დაიწყე და ნელ-ნელა ჩამოდითო საბოლოოდ 5-5 დავტოვე და რა ვიცი 77 მომცა ამან სკორი ხარ რომ ნახე. და აი ეს class weight balance რო იყო, აქ imbalance-ისთვის რაც შემეძლო გამომეყენებინა რაღაც სხვა ცადე, მაგრამ ყველას ეს ჯობდა. და სხვა დიდას ხელი არ შემიხია ამათთვის. აქ ვცადე ლოგი კიდე, მაგრამ უარეს შედეგი მომცა. ხო, მაცა ეხა ჩამოვყვები კიდე ამათ რა ქვია. ედას სუბუქად. ხო, აქ просто average-ები digital time steps-ზე რომ ენახა თუ ეს მომცემდა რამე სხვაობას და ნუ კი ჩანს რომ ნორმალურთან შედარებით ზოგი ან ძალიან დაბლა, ან ძალიან მაღლა, მაგრამ გვერდე ნაწილებში, ბოლოებში დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ცენტრალურ ნაწილში გვაქვს და ეს standard deviation-ზეც კარგად ჩანს, აი თუნდაც ნორმალი არის ლურჯი და აი ის ის რო ქონდა ეს abnormality რო ძალიან სპაიქები ქონდა, აი ეს FIB თუ როგორც ქვია, მან მაგას აქაც აქვს ძალიან სპაიკი რაღაც და ზუსტად ეს გამოვიყენე ერთ-ერთ ფიჩერად. კიდე აი ეს ამოვარდნა რო ქონდა, ისიც ჩანს აი აგერ და ამას მე ქვემოთ ნახავთ, აქ მაქვს უბრალოდ სპარავს. გვერდი ვერ დავფლობე, რომ ასე უკეთ მენახა რა. და აქაც კარგად არის რა ეგ დასანახი. ნორმალურთან შედარებით ყველა ძალიან ისა გაღიზიანებულით. ეს უბრალოდ просто მგონი ცოტა არასწორი ვიზუალიზაცია მაქვს, მაგრამ ანუ რაც საშუალო standard deviation-ი, მაქსიმუმ, მინიმუმი და რაღაც ესეთი სტატისტიკური რაღაცები დავფლოთე რომ ენახა, მაგრამ რადგან იმბალანსი იყო, მაგის გამო დიდად შესამჩნევი არ არის და ალბათ უკეთესი იქნებოდა, რომ ეს კლასნული სულ მომეშორებინა თუნდაც და ეგრე გამეკეთებინა. და უკეთ ნახავდი სხვებს რა. ეს რაღაც მოვიძიე და აიქნება თუ ნახავ, მაგრამ დიდად ვერ მივხვდი ამ data-თი იმ სპაიქების გარდა ვერაფერს.
ეს კორელაცია რაღაც არის Fourier transform-ი გაქვს. ეს ხო. ანუ რო ნახე უბრალოდ ის frequency კი არა და ხო აი მაგის სანახავად არისო მოკია კი ეგ უეჭველი გჭირდა მეც ვიფიქრე მაგის გამოყენება. ოკეი. აი, მოდი გასაგები რაც დაკეთე, კიდევ იმას სხვა უნდა გაზიარება. ხო რა მოკლედ რაც სხვა ვქენი იქამდე თქვი და აი განა. კი. ანუ მე ჩემ დღევანდელ ლექციაზე რომ მეთოდოლოგია განახოთ, მე როგორ მივედი 80-ამდე 85 მაქვს ახანდელი შედეგი, მაგრამ ეხლა რაღაცები ვერ მოვასწარეთ 90-ამდე ავიდოდი რა. აი, მოდი ხო, მანამდე ნიკა იფშიძე თქვენ ხო არ გინდათ ამის თქმა. მე კიდევ ვერ მოვასწარე, მაგრამ ანუ მარტო ინტეგრალი კი არა, მთლიანად PID მინდოდა და მე ფიჩერები, ანუ როგორც ისა რა ქვია თვითონ სიგნალი, ინტეგრალიც და წარმოებულიც. ანუ რამოდენიმე მაგალითი შემხდა, სადაც მთლიანად PID-ს იყენებდნენ. და მაგათი და ანუ მაგაზე ჩემი მეში წაკითხეთ ჩატში რა იყო? არა. ან domain knowledge-ის გარეშე ცადეთ რომ ამოხსენე. ან მე რაც მივიღე შედეგი აი რომ თქვენ ან ის არ დაგავდოთ ChatGPT გავხდი ეგ არ დაგავდოთ. მოდი კაი მაშინ დავეცადოთ და გავაზიარებ ჩემს გას. შოთა ხო. წეგან რო გითხარი, ეხლა რაღაცები შევცვალე რა და Rainforest-ის მაგივრად გამოვიყენე XG boost-ი რა და არა. ან მთელი მოღალმე გერო არ უნდა გამოიყენო. პირობაში წერია ეგრე რა. აი დასი დასვა ChatGPT გვაქვს თუ იმათი ბორიუმის AI გვაქვს? რა მნიშვნელობა? ანუ რაღაცა ნებისმიერი სახის ის აქვს, რაღაც LLM-ი აქვს, რა. ოკეი. ანუ ეხლა მოდი მოგიყვებით ჩემი მიდგომა რა იყო ამოცანაზე. ეგრევე რომ დავინახე რომ იყო რაღაც ბიოლოგიური თემა, ვიცოდი რომ მე რომ აქ 2 საათი ვუყვარ, მართლა ეს ყველაფერი გავაკეთე 2 საათში რა. უშინ 1 წახად 2 საათი არ გამოვიდა ხა, უშინ 1 საათი და დღეს კიდე 1 საათი ლექციამდე. და ანუ ფიქრობდი რაზე რა, რომ მე ხა შანსი არის 2 საათში მე გავიგო ამ სიგნალი რა არის როგორ არის რა. ამიტომ პირდაპირ ამოცანა ჩავაკოპირე და ჩავუგდე და კარგი ფიჩერები მომეცით. თავიდან მომცა რაღაცა რაღაცა random 4 რაღაც სიგნალი რომელიც არც წამიკითხავ. წარმოდგენა არ მაქვს რაღაცა რა. ამიკითხა რაღაცა გავუშვი და 0.71 რა არის საკმარისი. მე პირველი რაც გავაკეთე არის რომ დავამუღამე რა. რომ აქ წავა ძალიან სერიოზული feature engineering. ამიტომაც მე არ უნდა ვიდარდო მოდელირებაზე. ანუ აქ რომ მე ავარჩიე ჩემი ეს რაღაც რიცხვები, ვინ თქო ჯერ ის ხო ამაზე ვლაპარაკებ ეს რიცხვები საიდან მოვიდა რა. მარტო ეს ორი თუ გამოიყენეთ ძალიან ცუდი რაღაცა ქონდათ რა. მარტო ეს ორი პარამეტრი ვითხეს რომ ეს ორი პარამეტრი მაქსიმუმია და დანარჩენი რაც მეც ის გააკეთე. ან ახლა ჩემი ფიქრის პროცესი არ მე მინდა ეს ფიქრის პროცესი დაამოღამოთ რა. ფიქრის პროცესი იყო ესეთი რომ მე მომიწევს რომ მილიარდნაირი feature selection-ის მეთოდები ვცადო. feature engineering მილიონი რაღაცა ვცადო. და ვიცი რომ მე არ უნდა ვიწვალო მოდელირებაზე. ამიტომაც ეგრევე მივწერე ChatGPT-ს. მეგობრებო რომ მოიქეცი როგორც ყველაზე კარგი რაღაცა კაგლის grandmaster-ი და მომიფიქრე hyper პარამეტრების tuning-ის კოდი. რომელსაც მე მხოლოდ გადავცემ ამ your solution class და ეს თვითონ ამას გამოიყენებს ყოველ ჯერზე ხა დატა არ გადავცემ ხოლმე, ანუ ამას გადავცემ, თვითონ იზავს ამ დატის დამუშავებას და აი ამას მე გადავცემ ხოლმე. რომ მე მქონდა მუღამი რომ აი მოდელირებაზე არ ვიფიქრო რა, მოდელირება გავაკეთო ავტოემელივით, ანუ რაღაცა უამრავი არ დავხარჯო წუთები, მე ავიღო ბეს და პირდაპირ ბესის ჩავ, რადგან random search თავიდანვე გასეტილია, ვიცი რომ მე არ მექნება რომ აი ზოგჯერ ესე მოდოვლი ხა, თუ random search დავუშვით სტილ, ხო? ან პარამეტრებს ხო ვინახავ, კოდმა ხოლმე შეინახო, თუ კარგი hyper პარამეტრების tuning-ის უნდა შეინახო, ხო მუღამი ეგარი. ამიტომ პირდაპირ იყო ეგეთი რომ მე უნდა ავაწყო კარგი hyper პარამეტრების tuning-ი, თორემ მაგის გარეშე აზრი არ არის. აზრი არ აქვს რა, იმიტომ რომ აქ მოდელირება ძალიან სწრაფად ხდება. აქ თელემუღამე რომ ChatGPT-ს რაღაცა მაგარი გამოვიტყუო, ძალიან მაგარი ფიჩერები. და მე მომავალში მომიწევს რაღაცა იდეები მაქვს, აი ბევრი ფიჩერი და მე PCA რო ქნა,
ბევრი ესეთი ფიჩერი გავაკეთეთ, რომ 4 ცოტაა აქ რა. და ამ 4-ის ეგრე კარგი მოგება, მაგრამ ეგეთი დებოდა მოდი ChatGPT 5-ჯერ სხვა 20 ფიჩერს გავაკეთებინებ და მე 4 საბსეტს ავარჩევ. ან ყველა საბსეტს ავარჩევ PCA-ის მოდება რაღაც ეგეთი იდეები მაქვს რა თავიდანვე. და ეგრევე ვიცი რომ მე თუ კარგი ჰაიპერ პარამეტრების ტუნინგი არა მაქვს, ადრე ეკარგება დიდად ამ ფიჩერი ინჟინერებს, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ცუდი ფიჩერები, ძალიან მაგარი ფიჩერები, ძალიან ცუდი ესტიმატორის პარამეტრები მქონდეს და ვერ მივიღო კარგი შედეგი და ფიჩერებზე დავნებდი. ამიტომაც პირდაპირ რაც გავაკეთე პირველი იყო რომ ხო ერთი რაც ყო რომ კიდე ერთი რაღაც უფრო ჩავეკითხე რომ რაღაცები ჩავეკითხე და ძალიან მაგარი სოლუშენი დადო. არის რაღაც ჩავიდე ეს პირდაპირ და მას 77 დადო. მე რაც გავაკეთე რომ დავაწერინე ჰაიპერ პარამეტრების ტუნინგის კოდი. ოღონდ მე კარგად აუხსენდი რომ რაც შეიძლება ბევრი რაღაც ცადოს. ოღონდ თავარი რა არის? რადგან არის დაუბალანსებელი მონაცემი? კაი, მოდი ვისაუბროთ decision tree-ზე. მომიყევით მაგალითად თუ მაგ decision tree ნორმალიზაცია გჭირდება მონაცემების? კი ან არა და ახსნა გამარტება. არა, რატო გიგი მიხარი? მასე მახსოვს რომ არ უნდა. აჰა, მაგრამ იფიქრე, decision tree გასაკეთებს და მაგალითად უნდა გაყოს რაღაცა, იყოს გამყოფი, იყოს საუკეთესო ფიჩერი და გაყობს. და მაგ ფიჩერში ერთმანეთთან დამოკიდებულება დიდად არ აქვს. ხო, ბოლოში თვლი ენტროპიას ან ჯინი ინდექს, რომელიც არის ორივე შემთხვევაში ლეიბლებით ითვლება და არა შენი უშუალო მნიშვნელობებით, ხო? მნიშვნელობაზე თუ რიცხვია მედიანას იღება ან საშუალოს ირჩევ, გადაჭრა როგორ სოლუშენია, რანდომია თუ ჩვეულებრივი decision-ი, ხო? როგორ solution-ს ირჩევ და მაგარი განსხვავება. ამიტომ მაგალითად ნორმალიზება არ ჭირდება. ეგეთი ამბავი არის. კაი, ესტიმატორების რაოდენობა რაც უფრო დიდია, ეგ overfit-ია თუ overfit-ისკენ უფრო წამოყვანს თუ underfit-ისკენ წამოყვანს. პოტენციურად რაც უფრო მეტი მაქვს ესტიმატორების რაოდენობა. ახლა სხვა მიპასუხეთ, თემიკო. decision tree-ში, ისე random forest-ში, ბოდიში. random forest-ში ესტიმატორების რაოდენობა თუ n-ი მაქვს და მეორეგან n კვადრატი მაქვს. რომელს უფრო დიდი შანსი აქვს, რომ იყოს გავიდეს overfit-ზე. თემი გამაშენ კვადრატი? როგორ? კვადრატი? რატო? მე ცირე დატასეტზე მახსოვდა ზოგადად, მაგრამ იდეაში ესტიმატორი უფრო მეტი მოდელი გაქვს და უფრო მეტი აი დიდი შემოსვლები. დეფსი იგივე გვაქვს და არა. თუმცა ესტიმატორის სხვადასხვანაირი ტრენინგდება, ანუ სხვადასხვანაირი სხვა ესტიმატორი გაქვს და ოკეი, მაგრამ random forest ერთი განსხვავდება decision tree-სგან, რა მითხარი? მე ვისე კითხები შევთ ზოგადად კითხულობ. აი, მოდი ეს პასუხს ნიკა ყიფშიძე. Random forest-ი decision tree-სგან ერთი განსხვავდება. ნუ decision tree-ს მთლიანი მონაცემები გადაეწოდება ერთობლივად. ჩემი ხმა ხო ნორმალურად ისმის მიკროფონს ავიღე. კი. როგორც ვამბობდი, მთლიანი მონაცემები გადაეცემა decision tree-ს და მარტო თავისით გაარკვევს ყველაფერს. მაგრამ random forest-ში გვაქვს ამ ბევრი decision tree-ების ტყე, ალბათ მაგიტო ქვია ტყე და ისე დავაკუცმაცებთ ამ მონაცემებს, რომ ყველა ხეს ცალ-ცალკე გავწვრთნით ამ მონაცემის ნაწილზე. და ნუ შესაბამისად ესტიმატორები რო გავზარდოთ, ალბათ overfitting არ იქნება, მაგრამ depth-ით იქნება. რატომ ქვია random? Random forest, decision forest-ი რატო არ ქვია? რატო არის random forest-ი? იმიტომ რომ შემთხვევით არის გადანაწილებული და დაყოფილი მონაცემები. არა, ეს კარგად არის რომ decision tree თუ არის ნელი რა ოპერაციებია decision tree-ში? ნუ decision tree-ში მონაცემები დაყოფა. აი მაგალითად, როცა გინდა რომ არჩიოს საუკეთესო გამყოფი. როგორ აკეთებ მაგას, რითი ირჩევ? wait, ჯინის ითვლი ხო? ჯინი ითვლთან ითვლი ენტროპიას და არჩევ საუკეთესოს, ხო? რა არსებობს decision tree და არსებობს random tree. Random tree შექმნება რანდომად ირჩევ მაგას. რომ ახლა რომლით გაყო მაგას ირჩევ რანდომად. და კიდე მეორე არის რომ როცა არის რიცხვითი მახასიათებელი, მაგ დროს რის მიხედვით ხო? აი, ნახე რომ აი ამ ფიჩერით უნდა გაყო, მაგრამ ხო ორად უნდა გაყო. რომ არ არის როცა არის კატეგორიული, რამდენი კატეგორია გაქვს, იმდენი ქვეხე გაქვს.
როცა არის continuous რიცხვები, მაშინ რით იყო? ანუ აი რომ ამ feature-მა გავყო, რას ირჩევ? არ ვარ დაწუნებული რა მე მედიანას. ამ იმის მედიანას იგებ და ამობ რომ მედიანაზე ნაკლებ უბრალოდ შუას იგებ, ხო? ამაზე ნაკლებები ყველა მიდის მარცხენა ქვეხეში, ამაზე მეტად ყველა მიდის მარჯვენა ქვეხეში. ეგეც არის ნელი ოპერაცია, სწრაფი ნელი ოპერაცია. ამიტომაც random tree-ში რაც კეთდება არის რომ არის ეგ ორი რაღაცა შეცვლილი. რანდომად ხდება რაღაცეები და მედიანით მაგივრად საშუალოდ ხდება გაყოფა. მედიან არ არის მარტო ხოლმე ინლოგენი არის დასორტირება და მე მაგაში შუას ამოღება პატარა ოპერაცია, მაგრამ ინლოგენია, ხო? ფაქტობრივად მედიანის კონა არ არის მარტივი, ხო? და დასორტირებული ყველა მოკმურაცენტრი და დაასორტირება. ამიტომაც არ არის, ხო, ეგ მარტივი ოპერაცია. შესაბამისად, random forest-ი თუ შენ არ მიუთითე რომ თუნდაც ეწოდეს, default-ად არის ეგ random tree-ებისგან შემდგარი. ამ ეგეთ არის დამატებული თეორიული რაღაცები, რომ ჩაიხედოთ ბევრი მოკლედ რა. ანუ განსხვავება random trees და decision-ის არის და თვითონვე random forest-ი არის ამ random tree-ების უმეტეს თვალში შენ თუ არ მიუთითე რომ გინდა ცოლებრივი fully რომელიც solver-ი გინდა, მაგითაც default-ად არის ეს random solver. მაგიტოა სწრაფი, თორე ძალიან ნელი იქნებოდა, ხო? ძალიან ნელი იქნებოდა საკმაოდ. თან თუ ერთგივე იმას მიყევი, როგორც გასაგები რომ სხვა დეტალზე შეიძლება დაატრენინგო, მაგრამ მაინც ახუთეთან ესტიმატორებს მიიღებ, ხო? როცა რანდომად ირჩევ, უფრო დიდი შანსია რომ სხვადასხვა ის ქონდეს გაფართოება. ამიტომაც ხო, ერთი ეგ არის. ეხლა მითხარით max steps როცა ვზრდი. მაგით overfit-ისკენ ზრდის შანს თუ ამცირებ. თითოეულ ესტიმატორზეა, ხო, ეს max steps. რაც უფრო ძელია სიღრმე, დიდია სიღრმე, მით უფრო ზრდი overfit-ის შანს თუ ამცირებ. ეს მიპასუხოს თედიაშვილმა. ხო აქა. მე შემოგვიერთე. ოკეი, საბა, მაჭავარია. გამოფხიზეთ, მეგობრო, გამოფხიზეთ. კაი, მიპასუხე. დიახ, ისმის შემი ხო? თუ ხო, ახლა მესმის. ხო, კითხვა რომ გაიმეოროთ, ესე იგი კითხვა არის რომ max steps-ი რომ გავზარდო decision tree-ში, აზრია random forest-ად decision-ში. როცა max steps ვზრდი, ამით overfit-ის შანსი ვზრდი თუ ამცირებ? ვამცირებ. რატო? იმიტომ რომ რაც უფრო ღრმა არის ეს ხე, მით უფრო იდეალურად იმახსოვრებს ამ ტრენინგს. ხო, და რაც უფრო იდეალურად იმახსოვრებს, მით უფრო ვზრდით overfit-ის შანსი. არის მერე? უგასრევად ხო პირიქით არის. ხო, ანუ მუგამი რა არის რომ ანუ რაც უფრო ქვემოთ ჩადიხარ და ზემოთ არ არის, ანუ რაც უფრო ქვემოთ ჩამოდიხარ, ის რომ ქვემოთ წყვეტრო აი კიდე გაყავი და ძალიან აი ესეთ პასუხებს აკეთებ რა, რომლის რაღაცაც 5-ზე მეტია, რომლის რაღაცაც 3-ზე ნაკლებია და ძალიან ბევრ ეგეთ if-ელს აკეთებ რა და რაც უფრო ეგეთი ბევრი ჩახალული if-ელსია, მით უფრო ერგები კონკრეტულ მაგალითებს და არა ზოგად ტრენდებს, მithვი და ამის მუღამერი რომ ზოგად ტრენდებს მოერგო და ზოგადი ტრენდები ახსნა და არა პატენები ყო ზოგადი და არა ძალიან დახუცმაცებული. ამიტომაც max-steps ეგ უნდა ვიცოდე. მეორე class weight-ი. Class weight-ი არის რომ როცა მე ვყოფ იმას, ხო? აი როგორ ხარ, აქ არის მივადექი გაყოფის წერტილს. როგორ გადავწყვიტო ახლა პასუხი რომელი კლასია? თუ class weight-ი არის nani, ნიშნავს რომ უბრალოდ ყველაზე მეტი რომელიც იხლა ეგ არის. მაგალითად, როცა lift-ში ჩახვედი, როცა ფოთოლში ჩახვედი, აი ნახე ეს მინდა რა არის. ეხა გამოსწრა კაცო, აი კარგად გაქვს გასააზრებელი თითოეული მოდელის თეორია. აი decision tree და აი ეს უნდა გესმოდეთ რა decision tree როგორ არის და თულ პარამეტრი რას უკეთებს. და ეს class weight-ი რაც არის რომ როგორც ვთქვით რომ აი როცა lift-ში ჩადიხარ, როგორ წყვეთ საბოლოო რა და დაგშეთ 15 მაგალითი. რაღაც პარამეტრად max steps მიადექი და უნდა თქვა ეხა პასუხი რა. აქ რომელი კლასი წარმომადგენელია. თუ weight-ები არ აქვს კლასებს, ყველაზე მაღალ წარმომადგენელს ირჩევ პირდაპირ ამობრო ეგ არის. ყველაზე მეტი რომელიც იქნება. მაგრამ თუ weight-ები აქვს, მაშინ აბალანსებ და მაგენ რომელსაც weight-ი ყველაზე მაღალი ქულა იქნება, იმას რაოდენობა გამოვლ weight-ზე, რომელიც ყველაზე მეტი იქნება, იმას ჩაწერე. ანუ ამას აკეთებს sum-set balance-ზე, რომელსაც აკეთებს სხვანაირი რაღაცა არის, რა. ანუ ასეთ შეიძლება ვაკეთებ random ხელით, ანუ ეს თვითონ პოულობს ამ იმას რა, თვითონ ტავლობს ამ განაწილებას იმისას. თუ სწორად მახსოვს პირდაპირ განაწილებას იღებს იმისას. როგორც არის პასუხები განაწილებული.
ტრეინ დატაში. მოკლედ ეგრეთ მნიშვნელოვანი პარამეტრია. ამიტომაც მე ვუთხარი შარით რომ ესენი გააკეთე, ესტიმატორები გააკეთე ესე, max stepsi ესე რაღაცა უჩვეულებრივი გრიდი ავაწყე რა, არის ამდენ რომელსაც მე დანდობცა. კრიტერიონი ხო, Gini index იყოს, ენტროპია იყოს. რა ვიცი რომელი არის, მე რა ვიცი, ხო? ასევე max steps ხო რამდენი უნდა იყოს, რომ გავაჩერე, ხო? steps split ესეთ მნიშვნელოვანი პარამეტრები არის რა, რომელიც გვეთქვით რომ მინიმუმ რამდენი შეიძლება გავაჩერე. რაღაცები გავაკეთე. ეს ვალიდაცია პარამეტრები არაფერი, მაგრამ დამიწერა ვალიდაციის სკრიპტი. ვალიდაციის კერა და high პარამეტრების tuning-ის. და ჩვეულებრივად grid-სერსერი, random search-ი ყველაფერი ანალიზის რეზულტატს აქვს. აქვს თვითონ ფუნქცია, რომელიც ამ ყველაფერს მიკეთებს. ამიტომაც მაგალითად ეხლა მე რაც დავაკეთე არის რომ დავიწყე რაღაცა კონკრეტული და ეს ანალიზის ფუნქციას დავაწერინე რომ აი თითოეულ კლასზე მითხარი მაგ კლასისთვის precision-ი recall-ი და F1. და accuracy. ეგ მითხარი იგი დავაწერინე რომ კლასი მიხედვით დავამუღამო რომ მე ჩაჯერდე თორეც ეს კლასია ბანძი და მე ამ კლასის ფიჩერი მომეძებნე. ანუ ჩემი სტრატეგია არ არის უთო ყველაზე მაგარი სტრატეგია. პროსტა რო ვიცი რომ შეზღუდული დრო მაქვს, ჩემი სტრატეგია არის რომ მე ამ domain knowledge ვერ გავიგე, რა, შანსი არ არის. ამიტომაც მაქსიმალურად ინჟინერულად ვუდგები, რომ მოვიფიქრო, გქონდეს ყველაფერი ევალუაცია გქონდეს იდეალურად და მე ChatGPT გავწურო რომ მაგარი ფიჩერები მომცეს. რა თქვენ ეგრე უნდა ამოცანას ეგრე უყურეთ, რა, თითქმის ყველა ამოცანას ეგრე უყურეთ. რომ თქვენ ჭირდებათ, აი, ვაფშე, არც რამდენად სწორედ წანდება ვიფიქრეთ მაგაზე, მაგრამ ეხლა მე და მაგისტმა რომ default-ად ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გააკეთოთ ამოცანა შეიძლება რომ hyper პარამეტრების tuning-ის კოდი დააწერინოთ. თუ იცით რომელ არქიტექტურას გამოიყენებთ, რა. რო იქონეთ პირდაპირ აღარიდა და ფიჩერებზე თუ იცით რომ დატაზეა ბევრი სამუშაო, მაშინ ნახეთ თუ იცით რომ მოდელებზეა ბევრი სამუშაო, დატასის გამართეთ თავიდანვე და მე მოდელებზე იწვალეთ ბევრი. თუ იცით რომ დატაზეა ბევრი სამუშაო, მოდელების ნაწილი გამართეთ და დატას მიხედეთ, რა, რომ აღარიდაგო. ეს პატარა ანალიზი მაქვს. აი, დავიწყე ბოლო solution-ი და მომცა ასე ნახე რა, ამაზე ძალიან კაი შედეგები აქვს, balance accuracy მაგარია, აცია პატარა. ავდექი და ჩავუგდე GPT-ს. მეგობარო ჯიგარო, აი ეს არის ჩემი precision recall-ი და ხო, precision recall-ი და F1-ი თითოეულ კლასზე. ამოცა ყველაფერთან ერთად ჩავუგდე ხადია რა და გამიუმჯობესე. რაღაცა დამიწერა solution-ი, რაღაცა აი როგორ არ მაინტერესებს, იცი, აი მე არ მაინტერესებს. ავდექი რაღაცა დამიწერა 79. ვა, კაია. ეხლა რაც გავაკეთე არის რომ ეგრევე ეს დავწერე ამ მოდულს და ეგრევე ავდექი და ეგრევე hyper პარამეტრების tuning-ი გამოვიყენე. და ავიდე 81-ზე, ანუ აქ რო გავჩერებულიყავი, მექნებოდა 79, აქ ავიღე 81. მე ეს პარამეტრი ავიღე, ეხლა ამის უფრო ლამაზად გაკეთება შეიძლება პროსტა ხარ მეც ვინძურად თქვენი რომ ეხლა თქვენც ლამაზად თუ არ დაწერთ კოდს შეერთებით რომ ყველაფერი სწრაფად გააკეთოთ. ეს დავპრინტე ესენი მე დავაკოპერე მთლიანი კოდი, ჩავაკოპერე აქ, ქვემოთ ესენი უწერე, ამაზე კონკრეტულად ამაზე გამოთვალე, ეს პასუხები საუკეთესო solution-ზე გამოთვალე, ეს პასუხები და ნახე რომ აი მაგალითად ეხლა ამის მე რაც მოხდა იყო რომ 88-83 იყო აქეთ. და ავიდა 92-93, ეს ავიდა მაგრად. ესეც 50 იყო, მანამდე იყო 44, ხო? ესეც ავიდა. და ეს კარგია თქო და ჩავუგდე რა. მერე კიდე რაღაც ახალი solution-ით მოვიდა. ეს ამან default-ად 77 და მერე რო გავუშვი ამან 80 და. ნუ ეს გავუძან, ამან არ იმუშავა. აბა ესე მიუყევი solution-ს. ეს ხდება 15 წუთს უნდა ამის გაკეთებას იმის მერე. როცა ჩაგდება, ჩამოგდება ამან default-ად 80 დადო, default-ად, ეგ არის 25 ქულა. ავდექი და მოიცა ხო, მე რომელიღაც კიდე გავაკეთე იგივე 81, 82 დადო ამან, ახლა ამან 82 დადო პარამეტრების search-ით. მე კიდე იგივე გავდა, რომელიღაცა დადო 82 დადო default-ად, 82 და 4. და base-ით რო გავაწურინე ო აი ესე დავუდა. რომელიღაცამ და მოკლედ 83 ესე რაღაც ვატურინე, რომელიღაცამ დადო, ვიღაცამ ძალიან ჩაისვარა 65 დადო. რომელიღაცა solution იყო ძალიან მაგარი. და მომცა 83. არა, 83 default-ი თავიდანვე რა.
ეხლა ეს რითი? ნახე 83 რითი? ეხლა წამოვიდა იდეა. რომ ბიჭო, აი ნახე ეხლა ფიქრობ რა, რომ ამ ფიჩერებს, ანუ ვეკითხებით ეს როგორ ნახე, ანუ როგორ ნახოთ ამისი პასუხები არის რაღაც აი ძალიან როგორი გაწურული მედიკალ რაღაცეებია, იცი რო ნახოთ რაღაცა ეს ტიპები რა არის, აი დასაწყისში პირველიდან მოყოლებული ძალიან კაი იყო რა. აი ამ solution-დან მოყოლებული ანუ იდეები არის, მოიცა? ანუ რაღაცა ის STEMI detection, normalized ST elevation, ანუ RPK-ის და RPK ან იმის პიკის დათქვა, მე 12-15 არც რაღაცა სტანდარტები, ანუ ამას მე შანსი არ მქონდა, ვერ მოვიფიქრებდი რა. ძალიან სიღრმეებთან და ეგეთ ფიქრის პროცესი მაქვს ესეთი რომ ბიჭო ანუ ფიჩერებს მაგრად უწურავ მაგრამ balance accuracy მივარდება რო უყურებ შედეგებს ანუ თითქმის ყველა ძალიან მაღალ დონეზე მაქვს მაგრამ ერთი არის ძალიან დაბალზე ანუ ამის გამო რომ დაბალი ფულა მაქვს 94 ანუ ესენი ნორმალურია რა ეს რო იყოს 85 საშუალო გამო 88-ისკენ იდეალურია მაგრამ ეხლა 81-ისკენ ვარ იმიტომ რომ ეს არის ძალიან დაბალი მე როგორც აი რა მოგივდოდა ფიქრი აი რა ფიქრი აი ეს რო უკვე გაქვს აი ხა რა ფიქრი გაქვს რა ანუ მე მოდელირებაში მე ვითვალისწინებ ანუ მოდელის მხარედაც შეიძლება რომ გაუმკლავდე დაუბალანსებულ მონაცემებს ვაკეთებ ფიჩერ ინჟინერიკსაც მაგრად ვაკეთებ რა შეიძლება სხვა გავაკეთო ყველაზე გითხებით რა მესაველოდები მოდი ხელახან აი ანტონ შენ დაგისვა კითხვას დაუბალანსებელ მონაცემთან მუშაობისას რას ვაკეთებ აი რა არის რა ვარიანტები გვაქვს ეს ამოცანა დავიკიდოთ რა აი ისე მაგიტომ ძალიან ფუნდამენტებს მინდა რომ კარგად გაიაროთ რა ეს ძალიან ფუნდამენტური ამოცანა ფიჩერ ინჟინერინგი ვაფშე დავიკიდე ვიცი რომ GPT თავისას იზამს მაგრამ ეს ფუნდამენტი ხო უკვე ფუნდამენტური პრობლემებს შეეხება ხო მოდელის პერფორმანსს უნდა გავწევო ანტონ აი როცა დაუბალანსებელ კლასიფიკაციას თან მუშაობ რა უნდა იცოდე ხო small password მიკროფონი ჩართო შეგიძლია როცა დისკუსია გავმართოთ თუ არა ოკეია ოკეი მესმის smoothly ან მოდელი მე გავიმოვე რა ვარიანტები ერთი რომ მოდელში შეცვალო რაღაცა ან loss ფუნქცია შეცვალო ხო თუ არის gradient based შეიძლება ფოკალური loss-ი გააკეთო ხო რომელიც კარგად მუშაობს თუ არ არის gradient შეიძლება ეს loss-ის weight-ები და ესა კლასის weight-ები დაამატო ხო კიდე არის ეგ არის მოდელის ხარეთ შეიძლება გააკეთო მეორე რაც ვიცოდი არის რომ ან დაბალანსებული accuracy ან F1-ით რაღაც ეგეთი მეტრიკით უნდა შეხედო და არა accuracy ხო იმიტომ რომ შენ თუ ყოველთვის ამბობ არას და 1% შემთხვევაში არის რაღაცა კი 99% შემთხვევაში არა შენი სისტემა რომელიც არის print არა არის 99%-იანი accuracy რომელიც არის სისულელე ხო არ არის კარგი მოდელი ამიტომ accuracy-ა უნდა გამოიყენო და მესამე არის რომ დატას უქმნა რაღაცა აქ არის რამდენიმე ვარიანტი აქ არის ერთი ვარიანტი არის რომ upscaling ასე downscaling გააკეთო ნიშნავს რომ ანუ ყველა გახადო რაღაც ან დააპატარო რაღაცებს და გადაყარო რა მეორე ვარიანტი მაგის მინუსი პლუსი რა არის მინუსი რომ პლუსი რომ პრობლემა აღარ გაქვს მაგრამ მე კონდე ხა აღარ გაქვს დაბალანსებულია მინუსი რომ კიდე დაპატარებ რომ შეიძლება მოდელს არ იყოს ეგ მონაცემები როცა ყველა ძალიან ბევრია მაშინ შეგიძლია გადაყარო განთავისუფლება მეორე upscaling გააკეთო პროსტა ან პროსტა გაამრავლო მონაცემები ეგ მედიანაც შეგიცვლის ხო გადაგიწევს გადმოგიდეს და მედიანაც შეგიცვლის ამიტომაც ეგეც არ არის რაღაცა საშინელი იდეა ეგრეთ სადო მესამე რომელიც არის სარისკო არის smooth არის რაღაც აღარ სტრუქტურა რაღაც როგორი შეიძლება აღარ მახსოვს მაგრამ ნუ იდეა არის რომ კაენელით რაღაცები დააკვირდე ანუ რეგიონულურად მიხვდე მაგის გავსეტილები რა არის და მაგის საშუალებები რაღაცა გადაიყვანო რომ დავშვებას აკეთებ რომ გეომეტრია მან მართალია ახლოცეტილები ეს კლასი ეკუთვნებიან ამიტომაც მასე გავაკეთო წერტილად აი მივდით გვაქვს სხვა small რაც არის ოკეი როცა ეს small თვისით რა არის ეხლა იდეა მომივიდა რომ ბიჭო აი წურავ არ გამოდი 91 ვერ ვჩდები აუდიტი ისო ან კოდი თითქმის არ დამიწერია რა ესო სადერო აი ოლიმპიადაზე ვარ რას გავაკეთებ ეგრევე ვცადე რა ეგრევე GPT-ს მივწერე ჯიგარო ეხლა მინდა რომ ფიჩერი ანუ ეს ევოლუაციის სკრიპტში
ან ფიჩერები კიდე მინდა რომ მე მქონდეს, ან სხვა ფიჩერზე ვცადო. შენ ანუ ჰაიპერ პარამეტრების ტუნინგში დამიმატე, რომ სანამ რამეს გავაკეთებ, ან გულდა რო გავაკეთებ, მანდა ორი ვარიანტია. ამ smooth-ს რას ვუკეთებ? სანამ 4 ფიჩერს გავაკეთებ, მაგ time series-ების გამრავლებას ვაკეთებ. თუ 4-ეულების გამრავლებას ვაკეთებ. ამაზე ინტუიცია რას განახოთ, რომელი იმუშავებს? ალბათ სანამ 4 ფიჩერამდე ჩამოვიყვანთ. ეს მიპასუხო. აი, მოიცა, გესმით ჩემი მგონი გავჭედე. კი, ეხლა კი მაშინ გაჭედილი. ხო, შემიძლებები გადასაგდებია და ძალიან გადატვირთული. ოკეი. ისმენება გიდი. ამბობდი რაღაცას. ხო, სმოტი ალბათ სანამ 4 ფიჩერამდე ჩამოვიყვანთ. რატო? იმიტომ რომ ძირითადი მონაცემები თავიდანვე ეგ გვაქვს და მან დრო შევავსებთ მე იმ 4 ფიჩერზეც უკვე სმოტით 150 ფიჩერის დაფუძნებული იქნება სეხუმრები, სმოტით 150 თითოზე 150 ფიჩერის დაფუძნდება ძალიან საშინელებაა. სმოტი მადვერი მუშაობს კარგად. როის მხრივ ხო? რა შეიძლება რომ აი time series-ების იმაზე რას მოიფიქრებთ? აი, კითხვა არის. აი time series-ები გაქვს. ხო, time series გაქვს, რა თქმა უნდა, დროში ანუ სეკვენცია 250 ფიჩერი, რომელიც ერთმანეთის სეკვენცია. ხო, ეხლა ვიმსჯელოთ, აი მსგავსი რომ მოგინდეთ, აი რა იდეებს გამოიყენებთ, რა? აუ, რას დაამატეთ, როგორ დააგენერებთ ახლებს? ეფშიდან? შეგიძლიათ შეკითხვა გაიმეოროთ ყურადღება გამო. არა, მე სულ არა უშავს ნიკა. ნიკა კითხვა არის რომ მინდა რომ data augmentation გავაკეთოთ time series-ების. აი რას მოიფიქრე, როგორ გააკეთებ data augmentation-ს და იმისას რა? time series-ის. პატარა გადახრები რომ დავამატოთ ან noise-ი. პატარა noise ამატებ. Gauss-ის noise დავამატებ, სხვადასხვა noise დავამატებ. აიღებ და მაგალითად ყველა ერთ კლასს გაასაშუალოებ, მერე მაგას დაასკალირებ და მაგას დავუმატებ, ხო? ამათ საშუალო გადახრას იპოვე და მაგას დავუმატებ. ეხლა თუ გინდა კიდე უფრო სიღრმეში ჩახვალ და ChatGPT-ს შეეკითხები რომ აი რა დავამატო. რაღაც შეიძლება რაღაცა იპოვოს და რაღაც პარამეტრები იპოვოს და მაგის მხრივ დააგენერიროს, ხო? ეს არის ეგ მაგრამ ნუ ხვდებით რომ რთულია. 4 რიცხვის smooth-ი დაგენერირო უფრო მარტივია ვიდრე ფლიანი სეკვენსი. სხვა იმიტომ რომ უფრო დიდი შანსია რომ ძალიან ცუდი noise-ი შემოვიდანოთ. ან მანდ ფრთხილად უნდა იყოს რა, იმიტომ noise-ი შემოყავთ. პირველ რიგში იმას ხვდებით რომ თქვენ არც ერთ ვარიანტში ვალიდაციის დატას არ ეხებთ. მაგაში მეთანხმებით? ან smooth-ი ვალიდაციას არ ეხება, იმიტომ რომ სისულელია, ხო? ანუ ვალიდაციის თელი მუღამი არის რომ გქონდეთ golden data რა, უეჭველი სწორი პასუხები. რომ აი ხა შეტანე მერე ეს დატაზე რო გავუშვებთ, კაცმა არის როგორი ანუ არასწორი წარმოდგენა გექნება შენ მოდელზე. მეორე, თუ თქვენ ვალიდაცია ცალკე არ გაქვთ, პროსტა დატა გაქვთ და თქვენ უნდა დაყოთ ტრეინა და ტესტად, ყოველთვის დაიმახსოვრეთ data leakage-ის და ბევრი სხვა პრობლემის გამო, ჯერ გაყავით და მერე გააკეთეთ ნებისმიერი სახის ტრანსფორმაცია. იმიტომ რომ ჯერ იქ თუ მოდეთ smooth-ი, მერე რო ტრეინა და ტესტად გაყავთ, იმ ვალიდაციაში ხო შეიძლება დიდი შანსი არის რომ ის smooth-ის დატა გაყოს. ამიტომაც არა, ჯერ ყოფ, მაგრამ ეხლა ჩვენ ორივეც არ გვაქვს, რომ ტრეინს მოყვება ეგ რაღაცა. მოგეთ პირველი იდეა მომენტი რომ მოდი 4-ზე გავაკეთოთ smooth-ი. და smooth-ს ხო ბევრი პარამეტრი აქვს რა, ბევრი ფიჩერი აქვს. ეგრევე GPT-ს უთხარი მეთქი, მე ხა ესე მეზარება გამიკეთე ეგრე. ესეც ადგა და გეტყვის ხა რა გააკეთე. ეს მოდი 0.83 მოვძებნებ და მაგით იპოვეს. ეს არის უბრალოდ. არა. ეხლა მალე მაშინ. ხო, ძალიან ბევრი კოდი წერმა, ძალიან ბევრი კოპი და პეისტი მაქვს, მაგრამ ეგ ხარაფერი ეს. აი აქ მეცა. ხო, ნახე მოეცა. აი აქ გავიგეთ smooth-ის რაღაც ვარიანტები რა.
თავიდან იყო ასეთი ავტო იყო თავიდან. მე რაც გავაკეთე იყო რომ სხვადასხვა smooth სტრატეგიები ვცადე. ან სხვადასხვა მილიონარი smooth სტრატეგია, borderline 1, borderline 2, რაღაცა მილიონარი სტრატეგია ვცადე. და მაგით ვაყობე და მაგით მივიღო 83-იანი solution. რაც უკვე ამას პლუს hyper პარამეტრებს გონიათ, ხო? 83, 83 და 83-ზე ავედი, შეიძლება ეს პატარა ქულა გონიათ, მაგრამ Commodore ნახოთ ის დამატებით ორი ქულა, საკმაოდ მაღალ ქულას გაძლევთ საბოლოო ჯამში იმ 100 ქულიან სისტემიდან. საკმაოდ მაღალ ქულა, თითოეულის მნიშვნელოვანია რა. ხო, ეს მე ახალი hyperparameter-ები გავაკეთე, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ისაა, რა, ანუ smooth neighbor-ებით 5-3, borderline smooth არის 1-იანი და 2-იანი, ესენი წარმოდგენა არ მაქვს ადასინი რა არის. ChatGPT გააკეთე, ანუ არ მოგერდონ, ესო ChatGPT არ იყოს, ვაფშე სხვანაირად მიუდგებოდი ამ ამოცანას, ვაფშე სხვანაირად მიუდგებოდი, მაგრამ როცა ეს ChatGPT-ს გაწურეთ ChatGPT რა, ანუ არ დაგავიწყოთ რა ვინ უფრო მაგარია თქვენ ნახეთ საჩანს ანუ შეიძლება გქონდეთ კომპლექსით რაღაცა თუმცა თუ ChatGPT-ს დამეწერა რა არის მუღამი ჩვენ დაჟე გაბრაზებულები ვიყავით თქვენზე რომ ოლიმპიადაზე ChatGPT გამოიყენეთ და პირდაპირ DeepSeek-ის კომენტარები ვიქონდათ ჩაკოპირებული მაგრამ გაბრაზებული მაგის გამო კი არ ვიყავით გაბრაზებული ვიყავით რომ ფუნდამენტური ცოდნა არ ჩაახსოვეთ მან რა ანუ კი ჩაუგდე მაგრამ ეგ ან ChatGPT არ გაწურეთ რა რაკი არ არის ეგ მომენტი იმიტომ რომ მე ვიცი რომ საჭიროა data augmentation, ამიტომაც ვეუბნები რომ data augmentation გამიკეთე. და თვითონ დეფოლტად არაფერი ვიცი არ ვთქვია. ფიჩერები მოცა მარტო. მე ვიცი რომ მოდელთან აუცილებელია რომ class balance იყოს. თვითონ არ მომაწოდა ეგ, არ მითხრა ეგრე, მე ვუთხარი class balance. მე ვუთხარი რომ თვითონ ყველა solutions ყველა solution მოეწოდი, ანუ არა. მე ვიცი რომ აქ დამჭირდებოდა მაგარი hyperparameter tuning და ვუთხარი რომ script-ი დამეწოება hyperparameter tuning-ს გამეკეთებს. ეს არის ყუიანურად გამოყენება. ეს კი არ ეთავს პირიქით კარგია რა. ან ესე უნდა თქვათ იქაც. და ახლა ამოწევს ესენი უბლექით რა. ან ეგ არის კარგი რომ შეგიძლიათ ChatGPT-ს გამოყენება, რომ რაღაცებში დროს არ ხარჯავთ. ეხლა ამ ევოლუციის კიდევ რა მე საკმაოდ ბევრი დამჭირდებოდა მომიწოდა დოკუმენტაციებში, ხედავ რომ ვაფშე არ მახსოვს რაღაცის API-ა. რატომ არ მახსოვდეს ეხლა Smooth-ის API-ზე პირად და borderline it's და borderline options გასვლა მესმოდეს. ეგეც არის. უნდა მესმოდეს გასვლა ხარ ეს აღარ მახსოვს. რა გასვლა არ მაქვს სტრატეგიების შორის და მანდაც შეიძლება უფრო ჭკვიანური იყოს რა. ანუ რაც უფრო მეტი ფუნდამენტური ცოდნა გაქვთ, მით უფრო კარგად იყენებთ ამ რაღაცებს რა. ხო, და მაგალითად რაღაც ისეთი ჩოლებრივი გრიდსეტში, რანდომსეტში რაღაცები, ესეც დავყევი და ხო რა, ხა გავაჩერდე. ეს იყო აი როგორ იცი? ეს იყო რაღაც ყველა Smooth-ის ყველა ვარიაცია, ყველა შესაძლო იმასთან რაც 500 რაღაცა იმიანს უშვებდი რა. ამში ხო 500 კომბინაცია დაждდა მთლიანობაში, რაღაცაჭი რაღაც ყველა გრიდსეტში იყო. და ნუ ეს რაღაც 93 რაღაცას დებდა, რაც იმაზე უკეთესია. ეხლა გავაჩერდო, ეხლა სხვა რაღაცების სტატს მინდოდა. მოყოლ კაი დრო ჭირდებოდა ეხლა ამას რაღაცა 15 წუთი ეშვებოდა ეს რა. მაგრამ როცა იცი რომ შეიძლება სხვა მოსაზე კონცენტრირდეს, შეიძლება ეს გაუშვამდე რომ საბოლოო ჯამში ამას ხო არ დაასაბმიხებ. პირდაპირ ეს პარამეტრებს ამოვიძებ, ჩაუცამ და იმას გაუშვებ. ხები ანუ ეს დეველოპმენტის პროცესია და შეიძლება ეს ექნა პროცესა მე არ უნდა გავუძოს რომ ამიანად უნდა გაუშვათ, თორე იქ მე რაღაც ლიმიტაციები რო ექნებათ რომ 5 წუთზე მეტი არ უნდა გაეშვათ თქვენი ნოუთბუქი მან ჩაიჭდება. და თქვენ ხო ესე გიგეთ რა. ოკეი, მე რაც გავაკეთე, არის რომ არ მახსოვს მე რა გავაკეთე. ხო, მე გავაკეთე, გეტყვი რა გავაკეთე. მე გავაკეთე რომ კოლეგის ფიქრია რომ ის 4 კი შევცვალე, მაგრამ იმ 4-ში ხო ბანძია რა. და რაღაც სხვადასხვანაირი დასკელები და რაღაცები დამატებული სტრატეგიები გავაკეთე, რომელიც სანამ Smooth-ს რაღაცას მოდებ, მანამდე აკეთებ თვითონ augmentation time series-ს. და ეგეც გავუშვი. ესეც GPT-ს დავაწერე ამისი კოდი. ესეც გავუშვი და ეს კიდევ უფრო აქ შეგიძლია. ის 83 და 1 იყო, 83 და 75 იყო. და ეს კიდევ უფრო ადრე გავაჩერე. ეს რო ბოლომდე გამეშვა,
ჩემი ღმაწვით 84-85-მდე ავიდოდა, იმიტომ რომ თავიდან საწყის ისინი თავის საწყის რაღაცეებში არის უფრო პატარა პარამეტრები და უფრო მეტი პარამეტრები მეცა ნაკლებად იქნებოდა ეგრე რა. ოკეი. ეს არის ეს დავიკიდოთ ეს კოდი, ძველი კოდია. მე რა იდეა მომივიდა? მე მომივიდა ეგეთი იდეა. ეს არ მახსოვს რა არის. ხო, მე ეგეთი იდეა მომივიდა. რომ ეგეთი და უთხარი GPT-ს, რომ ვაფშე ახალიც დავხსენი ჩატ და უთხარი, რომ ეს ამოცანა 15 საუკეთესო ფიჩერი მომეცი. და მომცა 15 საუკეთესო ფიჩერი. ამით პირდაპირ გავუშვი 84 დადო. პირდაპირ წესი დავარღვი, დავაკომენტარე ეს ასეტი, რომელიც გეუბნებოდა რომ 4-ზე მეტი ფიჩერი არ შეიძლება, პროზა შევხედე. მე რეალდები და ფიჩერი იმპორტანსები ჩამოვწერე. და ეხლა რაზე წავედით? ეხლა ეგეთი იდეა მაქვს, რომ ბიჭო, შეიძლება ეხლა მე 4 რაღაცა, მაგრამ მე ვარ ვიცი, რომელი 4 არის ერთად უკეთ, რომ ბევრი, ანუ ერთი ჯამში 20 სხვადასხვა ფიჩერი, სხვადასხვა კომბინაცია და იქნებ რაღაც კომბინაცია არის ყველაზე მაგარი. ეგ ხო შეიძლება რა. იმიტომ პირველი იდეა იყო, რომ მოდი ესე გავაკეთე და მოდი ამაში ახლა ვიზამ რაღაცას რა. და აქ იყო ეგეთი იდეა, რომ მოდი პირველი იდეა რა არის? გავაკეთოთ ფიჩერ იმპორტანსით. ანუ ეხლა მაგ ფიჩერ, აი მოდი სამ ამას გადავალ. ფიჩერ სელექშენის იდეები გამახსენეთ, როგორ შეიძლება ფიჩერ სელექშენი გააკეთო. ბევრნაირად feature extraction მეთოდების გამოყენება, რავი, კონკრეტული მოდელის რაღაც ისეთი, აი თუნდაც feature importance-ების გამოყენება. კიდე? და select k-best-ი და ხო. ხო, რა ბევრი სტრატეგია. ან ეხა მოკლედ მივადექით ეგ, ნახე იდეებს ესე ვწურავთ რა, ან დრო გვაქვს ეხა თუ რაღაცაში სხვა ამოცანებმა გადავერთოთ, თუ რაც არის 83 დავწეროთ, კარგი. მაგრამ ეხა რაღაც ანუ ფიქრის პროცესს განახეთ. რა, ეხა ფიქრის პროცესს აი კიდე რა შეიძლება როგორ შეიძლება უფრო მეტი პერფორმანსი გავწურო. და მოდის ეგეთი იდეა, რომ აი მოდი რაღაც აი ყველა ფიჩერი ჩამოვწეროთ და ამ ფიჩერებიდან ავარჩიოთ 4-იანი საბსეტი. და აქ ერთი რაც გავაკეთე იყო, რომ ამ top 4 ავარჩიე, აქაც კიდევ copy paste-ით გავაკეთე ესეც და მარტო ეს 4 ავარჩიე. ამან მარტო 72 დადო. ამიტომაც აქ აღარც მიცდია ის რა ქვია. აქ აღარც მიცდია რა ქვია მაგას. აღარც მიცდია, რომ higher parameter tuning-ი გამეშვა ამაზე რა, რომ მივხვდი რომ ეს 4-ია, 70 ისეთ პატარა რიცხვია, რაღაც საკმაოდ ნორმალურ რიცხვებზე აქ და არა რაღაცა სუდი რიცხვები. რომ კი, ნუ ოკეი. ოკეი. აი ხა თქვა შევეს ეს პატარები არის 3 და 5 იყოს მაგალითად. და ბუთსები იყოს. მაგალითად ესე. აჰა, ნუ მაინც პატარა რიცხვია, ხა ამას რაც ამ წურო 85-წენ ვერ აღვა ხო ნახე. შემდეგ იდეა იყო ეგეთი, რომ ისევ ძველშიც დავუბრუნდი, როცა ესე წურე და აი ხა იმას რო უგზავნი თავდა გახსოვთ, რომ აი მეთქი აქ არის რაღაცა ამან ვერქნა კარგი შედეგი. ფენსიჯენებს უგზავნები რომ მოეცა პასუხი. მეთქი ყველა უნიკალური გააერთიანა. და 25 გამოვიდა. მაგ 25 ფიჩერით რო გავუშვი პირდაპირ, გადო 92. ეს 92 საკმაოდ დიდი რიცხვი არის რა. მაგრამ ხა ნუ 75 არის ჯამში 100-დან. რა საკმაოდ მაგარი შედეგი არის რა. მაგრამ ხა მაგ იდეა რომ ხა 25 ვერ ვიზამ, ხო 4 უნდა გავაგზავნო. და ხა იყო აგრას ამდენიმე წუთით ადრე იყო ეს სანამ თქვენ ლექციაზე შემოვიდეთ და აქაც მეთქი აი PC-ი ვცადოთ მოდი. Feature importance შეიძლება feature importance-ად ვცადოთ, მაგრამ მოდი ხა PC-ი გაამართლოს. ხა 25 მაგარი feature და PC-ი მოვდოთ. ხა იქ არის რომ შენ features ვერ გამოიყვან NumPy-ის გარეშე, მაგრამ აქ შეიძლება ტრიკი გააკეთო და PC-ი დაწერო NumPy-ს. ChatGPT-ს დააწერო, ამიტომ ეგეც შეიძლება. მე არ დავაწერე, მაგრამ ნუ ტრიკი იქნებოდა ეგეთი რა. და PC-ით გავუშვი და შედეგი დადო 65. რასაც არ ველოდი, უკეთეს ველოდი. ეხლა გავჩერდი. მე კარი ჩემი solution რომელიც ეხლა ანუ ეხლა გავიგმა რომელიღაცა 85 დადო რა, ეხლა ვეღარ პოულობ, მაგრამ რომელიღაცა ვარიანტმა დადო 85. აი ახლა როგორ გავაგზელებდი რა? ახლა რასაც გავაგზელებდი არის რომ ავდგებოდა 65-ში ავდგებოდა აქ რაღაც ძალიან პატარებს გადავყრიდი. ამას გადავყრიდი, რაღაც აი აქამდე გადავყრიდი რა, მაქსიმუმ გადავყრიდი. აი აქამდე გადავყრიდი. და ამათში გავუშვებდი
4-იან საბსეტებს, ან C4 9 სიტყვას. მაგდენ კომბინაციას გავუშვებდი, ოღონდ თითოეულზე კიდე თითოეულ ამ კომბინაციაზე დაკისას ჰაიპერპარამეტრების ტვინის გავუშვებდი. და ამავდროულად პლუს small ყველა კომბინაციას გავუშვებდი და დავწვევდი სხვა ამოცანაზე გადავიდოდი. რაც იქნებოდა მე საკვეთოს ავარჩევდი თუ არ გამართა რა ვქნა 83 არის სადღაც რამდენი ფულა არ მახსოვს გავტესტოთ 83 რამდენი ფულა ალბათ 50-60 ფულას ავიღებდი რაც ნუ არაფერს ჯობია რა ეხა საკვეთოში ვერ დაგიდეთ მაგრამ ანუ ნუ დაანჩენბოდა ხა მართლა დომეინი ამაზე ყოლად 3 კვირა ამა თუ შენ კარგად წაიკითხავ მოარის ერჩებ რაღაცა კარგ სოლშას იპოვი ცხადია რა ანუ შევეხა მას ესე იგი 85 დავდე ვაფშე და 43 ქულა ნუ ხო ჯობია ეხა თქვენ სოციალ ნუ კი ვადრებს სოციალს მარაკოს არა ანუ ვერ დავდეთ კარგი ქულა არ არის მაგრამ რაღაცა არის რა და პროცესი და ხა და რასაც შევfliდი არის ერთადერთი რომ ნუ ფიჩერებია უკეთესი რა უკეთესი მოსაწყობლები არის კარგი ფიჩერები თორე და რაღაც კარგი კომბინაცია შეიძლება სადღაც რომელიღაცა research უკეთე და random search უნდა გავუშვა რა და გულწრფელად მჯერა რომ ეს solution 90-მდე ავა. ახლა 98 ძალიან მეეჭვება ვიღაცამ 98 დადოს რა. არის ამ solution-ში რა ქნეს 98 დადეს. მაგრამ ეხლა ჩემი solution-ი საბოლოოდ მაყოფილია რა. მე რაც რატომაც გეუბნებოდი მაგრამ რომ კარგი ძალიან კაი ლექცია გამოგვივა დღეს. არის რომ ეს ფიქრის პროცესი დაამუღამოთ რა. როგორც ხვდებით რომ data-ს feature engineering-ზე ან selection-ზე მთელი ამოცანა ჰაიპერპარამეტრების ტვინინგი ცალკე გაიყვანეთ რა იმიტომ რომ იცი რომ მოდელირება იქნება დამატებითი ფაქტორი როგორც იქაც პროსტ არ ქნათ ანუ გახსოვთ რომ როგეუნებენ რომ მხოლოდ decision trees იყენებენ ადექი და გაიხსენეთ decision trees იდეები რა არის რომ მაგალითად იქ რაღაცა overfit-ისთვის როგორ არის თან overfit-დან ხო ანუ კიდე მუღამი რა არის როცა ანუ რაღაცა ეს ფუნქციას რო დავაწერეთ ეს კაი რაღაცა იყო რომ მე ცალ-ცალკე ვუყურებდი ამას confusion matrix-ასაც და მოცამ ხო high level-ზეა მაგრამ მაინც ოდერ შეზღუდვა არ იყოს დროის რა ანუ ხო ვხვდები რომ აქ ჰაიპერპარამეტრები ანუ ესეთ რაღაცა შანახე ოლიმპიადაზე მნიშვნელოვანი არის პერფორმანსის გაწურვა და მან ჰაიპერპარამეტრების ტვინინგი არის აუცილებელი ამიტომაც ამ ცალკე კითხეთ შევიდეთ და ამ კონფიგურაციისთვის რამე კარგი ის დამიწერე რა ჰაიპერპარამეტრების ტვინინგი რომ მინიმუმ იცოდეთ რომ მათ ფიჩერება პროსტა არ იმუშავა რა და მე აუცილებელი რომ პროსტა ეს ჰაერზე არ მიიღოთ გადაწყვეტილება ანუ მიიღენ 0.83 მაკედა დასკვნა უნდა გამოვიტანო ეხლა ამ მომცანაში მე ძალიან მიჭირდა დასკვნის გამოვიტანე იმიტომ რომ ფიჩერიც არ მქონდა გააზრებული და არც მაინტერესებდა რა იყო რა იმიტომ რომ ეხლა ნუ არა ვარ ამის პროფესიონალი და არ ამგონია იმენა ასეთი ამოცანა მოგივიდეთ ერთადერთი შანსი რომ რაღაცა ასეთი ამოცანა მოგივიდეთ არის რომ გამოაგზავნო ივლისში მსგავსი ამოცანა და დატასთან უკვე ფამილიარი ხოთ და როცა დატასთან უკვე ფამილიარი ხართ მე იქ მოგიტანონ ამოცანა იმიტომ რომ ეს ძალიან საშინელებაა როცა დომეინი არ გესმის ეგეთი დატა არ უნდა მოიტანოს რა ძალიან ცუდი არის ეგ იმენა დომეინით ჭირდება feature engineering მაგრამ თუ ანამდე სხვა ამოცანა მოგწეს და იქ შეგიცვალეს ამოცანა ეგ მაგისთვის იდეალური ამოცანა იდეალური დატა ეს მართლა იმენა იდეალური და რას ვაკვირდებოდი რა ეხლა მე დასკვნა ვერ გამომქონდა მაგრამ ხვდებოდი რომ უნდა შევხედო confusion matrix-ას და metric-ებს ანუ resource-ს შევხედო ანუ პროსტა ბალანსი კურესი არაფერს არ მეუბნება კარგია თუ ცუდი მაგას მეუბნება გასაგებია მაგრამ ეხლა ეს რაში კიდე რაც არ მომეტონა აი რომ ტრენინგს არ უყურებდი იქნებ overfit-ი მომივიდა მაგრამ მანდ უბრალოდ რადგან მინდობოდი ხო ზოგადად cross validation-ს ხოდა დამატებული იმ ჰაიპერპარამეტრების ტუნინგზე cross validation-საც ვაკეთებ ამიტომაც მანდ დარწმუნებული ყავი რომ overfit-ში არ გავდიოდი რა ეგეთ ხო შანსია რომ შეიძლება დაბალი შედეგი იმიტომ კი არ მიიღე რომ სუდი ფიჩერები overfit-ში გახვედი მოდელირებაში შეგეშალა ამიტომაც მაგას რო დააკვირდეთ აი ტრენინგზე რა შედეგი დავდე ტრენინგზე დავდე რაღაცა 95 და იქ დავდე 60 overfit-ია ხო ვალიდაციაზე მაგრამ ტრენინგი 95 ნიშნავს რომ ესე იგი კაი ფიჩერებია ხვდები თუ ტრენინგზე დაბალი შედეგი ესე იგი underfit-ი გაქვს და რაღაცა არ მოდელი გაზარდი ან დატაში შეცვალე რაღაცა რა
ეს გოლფი შემოწეს ვაკურდებოდა და უმეტეს შემთხვევები რაც ხდებოდა მართლაც ყველაზე დიდი პრობლემები იყო ნორმალსა და ეხლა ყველა სხვა პრობლემა ჰქონდა. მაგრამ ხო აი ნორმალში ერეოდა და იმიტომ რომ ნორმალი ეს ლოგიკურია, რომ ნორმალია ყველაზე მეტი კლასის წარმომადგენელი და ყველაფერი ნორმალი გონია, ხო? ამიტომაც აქ შეიძლება ყველაზე მაგარი ყოფილა რომ ნორმალი წო დამეკლო. ხო, მაგრამ ამის ბოლომდე გაწევა რომ ვერ მოგთხოვთ რომ აქ 100 ქულადა და სისულელი აქ 100 ქული ზადება რა. ანუ აქ უნდა ცადოთ რომ რაც შეიძლება მაღალი ოღონდ სიგიჟი დონეზე არ დახვიდეთ რა ეხლა რაღაც აქ რო აი შეიძლება ამის საყვარელ სოლუშენი როგორი სოლუშენი იცი? აი მილიონი კომბინაცია რომ ნორმალს აკლებ კონკრეტულად აი პაცი იყო ხოლმე ყველაზე პრობლემური შემთხვევაში რა PS-ი. იმენა პაცს უკეთებ მარტო იმას რაღაცას აკეთებ ესე კლას ვეითებიც ასე გაქვს და ეგ არის ყველაზე კარგი სოლუშენი. მაგიტომ კარგია რომ აი ეგეც რაღაცნაირად იქნება ერთ დიდ grid ან random search-ში ეგ არის იდეალური. არა შეიძლება moving part რაც არის ყველაფერი ჩასვა. ეხლა საათნახევარი თუ უნდა მე ტენიქს ეგ სისულელია. რაღაცა, მაგრამ 10-15 წუთი რომ დატოვო და ამ დროს სხვა მოცანაზე იმუშაო, თავსებს ნორმალურია რა. ეგ 10 წუთი არ ჩადა, ან 10 წუთი და მე ამ დროს კოდი გაიაზრო, იმიტომ რომ ChatGPT-ს ვთქვი არ უნდა ენდო, ხო? AI-ის დაგინებულ კოდს ვთქვი არ უნდა ენდო, შეიძლება რაღაც სხვანაირად დაგიწერა. მე მაგალითად ეგ მქონდა შესაძლოა, რომ grid search-ზე ავაგებინე ყველაფერი და კოდს მე random search-ში ეწერა. და მაგით ცოტა გავაწუნე, იმიტომ რომ grid search-მა უფრო კარგი შეძლო რომ grid search-ის პარამეტრებს ვაწერინებ და ეს random search-ზე და უფრო დიდ იმაში და მე იქიდან მივედე რომ ამოიღო რაღაც. ამიტომაც მანდაც სამუშაოა რა. და ეს კონკრეტ ნახე დღეს ამ ნექსტზე კიდე რა გამოჩნდა რა რომ ფუნდამენტები არის მნიშვნელოვანი. გესმოდეს რა არის overfit. გესმოდეს რას ნიშნავს decision tree-ის დატრენინგება და random forest-ის დატრენინგება. გესმოდეს რას ნიშნავს დაუბალანსებელ მონაცემთან მუშაობა. და ეს ყველაფერი ჯამურად ხო? უკვე როცა ამის ფუნდამენტები გაქვს, მე კოდი დააწერინე, არავითარი პრობლემა არ არის. ფიჩერებზე ინსპირაცია აიღე, ანუ მოსულა რაღაცაზე რომ იჭედებით, კითხო რა ეს სადე და ასე შედეგი მომცა. არის შანსი რომ რაღაც უფრო ისეთ საინტერესო ფიჩერი ავიღო? მე მაგალითად ვეკითხებოდი, რომ ხა მე ამ დატაზე არ მიმუშავია, მაგრამ მიმუშავია სტოკების დატაზე. და ვეუბნე რომ აი იქ რაღაცა moving average და რაღაც ეგეთები მუშაობს. და აქ არის შანსი რომ მაგალითად ჯერ moving average გამოთვალ და მერე გამოთვალ ეს მეტრიკები დამეხმარება? და კარგი არგუმენტი მომცა რომ არა. იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკური დატა და არა. ვენდო არ უცმარ ახლა მე domain expert-ი არ ვარ და ვისო ChatGPT-ს შემდა ჭკვიანი. ამიტომ ვენდე და აღარ ჩადე ეგ რაღაცა. მაგრამ რაღაც აი სპორტი ვით შეხედეთ, აი ოლიმპიადა სპორტი ახლა როცა მინდა ხა ეს ამოცანა სამსახურში რომ მოეცადა ეს უფრო ერთკვირა და ამის მეტი გარანამეს გავაკეთებდი. ნუ დამატებით მეც მოვიძებდი ფიჩერს, მაგრამ ისევ ესე ჰაიპერპარამეტრების გავაკეთებდი ესე. ესე მოგებოდი რომ ეს სპორტი რა, ანუ რაღაცა უნდა გაწურო პერფორმანსი. კაგლის გრენდმასტერები რო არიან. ხოჯოს ეგ მინდა რომ გირჩიოთ, რომ ერთი ძალიან კაი წიგნია. შოვით ვუეჭველი იმით. კაგლის best კაგლ cookbook-ია მგონი გიპოვეთ. არის კაგლის საუკეთესო სოლუშენები როგორ არის გაკეთებული. ხოლმე ეს ისინი domain expert-ები არიან? არა. იმათ მაიცენ რა მუშაობს. და როგორი უცნაური გადაბმულია. თუ შეიძლება. კაგლ cookbook, ან kegel cookbook, რაღაც ეგეთი ხება, მოდი ერთად მოვძებნოთ, რავი. რაღაცა ვნახე მგონი developing Kaggle notebook თქვია და მგონი ეგა. ანუ ორი წიგნია Kaggle-ზე. Winning social Kaggle competition მოიცა? ანუ თვითონ Kaggle-ის წიგნი რო არის რაღაც ანუ ორი წიგნია, მოიცა? და მე არასწორი ვიყიდე. საქმე მიდას არასწორი. developing Kaggle notebook არა, და სამძებოა. მე ვიყიდე ეს წიგნი. რომელიც არ არის და გონი workbook-ი მოცა? რაღაც სხვა არის, Kaggle book. გონი ეს უნდა მეყიდე, რომელიღაც არასწორი ვიყიდე რა. რომელიღაც არის წერია Kaggle-ის საუკეთესო სოლუშენები. ეგ არის ძალიან მაგარი რა. აი workbook-ი ხომ არ არის? არის რომელია ვიპოვე მეც კარგად რა და ჩაგიგეთ, მაგრამ მოკლედ მუღამე რომ ისწავლოთ მოდელირების ნაწილში, ფიჩერინგის ნაწილში რა, რომელიც production-ში ბიზნეს არასდროს არ გამოადგება, იმიტომ ისინი კომპლექსურია.
მე ახსნადობაც იკარგება, ბევრ რაღაცა ფუჭდება და ბიზნესში მაგას არ იყენებენ. მაგრამ ცალკე აგებული ამ სპორტს ჭირდება რომ გაწულო. აი მე რა უნდა ადგე და რაჩმა მაგარი მოდელი პლუს დადო. მან ვერ გეცო ყველა დომენ ექსპერტი ვერ იქნება. ამიტომაც რაღაცა კრეატივობა უნდა ჩართო. და მან კრეატივობა არის ფუნდამენტი, ჩემთვის მან კრეატივობა იყო ფუნდამენტების ცოდნა და ChatGPT-ს გაწულა. აი იყო კრეატივობა. ხო, ეხლა ბოლომდე ვერ მივიყვანე ეს რო შეზღუდული ვიყავი ხა რა, მილიარდ საქმეს ვაკეთებ პარალელურად. მაგრამ მე მგონი რომ კარგი ლექცია გამოვიდა. ეხლა მინდა რომ აი შეჯამებასაც გავაკეთოთ და თქვენი აზრები მითხრათ აი ეხლა გიგი, საბა, გიორგი რაც თქვენი სოლუშენები რო გქონდათ რა. აი ხა ამის მე რა ისწავლეთ, ან რას შეცვლა. აი ფიქრის პროცესში რა იყო განსხვავებული რა. ანუ ეს ის გავაკეთეთ, შეჯამება გავაკეთეთ რა, რომ გავამოძებოთ რაღაცეები. ხოდი. ანუ მე რო თქვა განსხვავებული რაც უნდა მექნა ალბათ, ანუ მე ძალიან დიდი დრო დავხარჯე, უფრო ანუ ძალიან დიდი და ეხლა არ თავი არ დამიკლავს, მაგრამ ამასთან შედარებით მეტი დრო დავხარჯე თვითონ მონაცემების ჩახედვაში და ნაკლები დრო მოდელირებაში. ნაკლები დრო grid search საერთოდ არ გამიკეთებია და ხელით მე GPT-ზე უფრო DeepSeek-ს ვიყენებდი, მაგრამ მნიშვნელობა LLM-ს ვკითხე, რომ მეთქი ეს დამიწერეთ ხო რა, ანუ რაც შედარებით უკეთესი იქნება თქო შენი აზრით და ერთი რაც დასაკეთებელი ეგ არის რაღაც ჩვენი ბრალი რა, იმიტომ რომ ჩვენ გითხარით რომ დატაში უნდა ჩაიხედო. რაც მართალია, ან სწორია დატაში უნდა ჩაიხედო. დატაში ხა მე იდეი რაც დავაკეთე, აი რომ პროსტა ნახე ამ ტექსტი ის არის იმენა ძალიან დომეინ სპეციფიკარი ეს რაღაცა რა. ფიჩერების სახელებიც არის, ხო, ანუ კოლუმნებიც არის და ხო პროსტა გაქვს მინდორება, ამიტომ მან ეგრევე დავნები, ვერაფერს ვერ გავიგებდი რა. მაგრამ გასავთ რომ ეგ არ ქონდეთ განსხვავება დატაში აუცილებლად ჩაიხედო. ამოცანა ინტუიცია უნდა ქონდეს, აქ ვერაფერს ვერ მიიღებ. ხები ძალიან დომეინ დამოკიდებულება, მაგრამ ფოტოებს უნდა ჩახედო ყოველთვის. კონფიგურაციები ნახავ ის ტოკი ისე იყო. კოინები გრაუდები რაღაც ექნო დააკვირდა. ხები უნდა გააკეთო იდეა, მაგრამ მილიონი ძალიან ბევრი უნდა დახარჯო, ხები? ან ინტუიცია უნდა შეიქმნათ, მიხვდეთ დრო რაში დახარჯოთ. აი როგორც აი მათემატიკის ოლიმპიადაზე ვინც გადიხართ, ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ვინც გადიხართ, მან იქ გააქვთ. და გაკაცები უნდა გამოიმუშაოთ რა. იგივე აზარტული ამოცანა არის ახაც რა. აგზელები იგი მანამდე მე თემიკოს მასწავლებლად წავიდიხარ. ხო და ანუ რაც არ გამიკეთებია მე ეგ არის რომ class imbalance არ გამომისწორებია რა. რაღაც რო ვცადე მე მაგან არ იმუშავა. ეხლა რო ვფიქრობ, ანუ downsampling-ი არა და upsampling-ი რო გავაკეთოთ, რომ რაც ცოტა არის იმის გავსებით ძალიან მცირედი ცვლილებებით, რომ უბრალოდ ხელით ჩავამართო სემანტიკურად ხო, გავაკეთე, smooth-ით გავაკეთე. ხო, ანუ მაგას ვიზამ რა, ეგ მაგრამ მე გავაკეთე ყველა გავათანაბრე. ეგ ხა შეიძლება არასოდეს ვქენ, ეხლა დაფიქრე, მარტო ეს პაცი უნდა გამაკეთე, რომელსაც ყველაზე მეტი პრობლემა ჰქონდა. პაცი ყველაზე მეტი პრობლემა ჩემი აზრით იმიტომ მქონდა, რომ ძალიან მცირედით არის თვალის ვიზუალით განსხვავება, ანუ სხვებთან შედარებით ნორმალისგან რა. ხო, აი ინვერსია მე ძალიან ვარ, მე სწორედ გეომეტრიაში ძალიან კაი ვიყავი, ანუ იმოზე ხა ნაკრებში ვერ მოხდი, შეტაჩევზე ვიყავი და რეზერვში მოხდი. მაგრამ აი ძალიან კარგად ვთქვი, ამასთან ინვერსია შემეტეთ საყვარელი თეორიის იყო რა, მეთოდი. მაგრამ რაკაც ხო შეკენახე ეგეც იდეაა რა, რაღაცა გარდაქმნა, მაგრამ moving average-ები აიღე. პროსტა ხლენენა იყო moving average-ი არის. აი sliding window რო გააკეთო, ყოველთვის sliding window-ში საშუალოები აიღო და თუ მაგ 100-100-ზე, ანუ 100 წალი თუ მაგ იქნება 70, მაგალითად რაღაც 25 რაღაცით დაიწყებ რა. ყოველ 25-ს აიღებ იმით გაფია. საშუალოს. და მე მან შეიძლება უფრო მაგარი ფიჩერია, როგორც ახლა ფოტოზე, ხო ვაკეთებ ხოლმე, რომ მაღალი რეზოლუციის ფოტო ტექნოლოგია უარესია. ზედმეტი ინფორმაცია, რატო შედიხარ grayscale-ზე, იმიტომ რომ ფერები სამი ჩენელი არ გჭირდება ყოველთვის, ხო? ზედმეტი დეტალური ინფორმაცია რომელიც არ გჭირდება. მაგის არ შეგეშინდით. ეგეც იდეაა. აი, ამაუცას მუღამიდო, რამინდა რომ ისევ თანამშრომლობიდან. რაც იდეები, ბევრი იდეა უნდა მოგივიდეთ რა. ეხლა თქვენ ყველა მუსიკის ჩვენაც გასულ სტანდარტულად, რომ აი გაარკვიეთ და გააკეთეთ feature engineering. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ამოცანების ხელი მუღამი ამ ოლიმპიადის სტილის ამოცანებს არის ორი რაღაცა. რაღაცა კრეატიული, დამატებული ფუნდამენტური ცოდნა.
ამ რაღაცა კრეატივი ყველგან გიწევს რა. აი ხა რამხელა კრეატივი გიწევდა გუშინდა რამოსან რაც ნიკასთან გაარჩიეთ, ხო? იმენა მაგარი კრეატიულობა გინდოდა. და მე დადიოდი აი რამდენად ფუნდამენტურად გესმის, მაგალითად ფიჩერს როგორ ამოიღებ. რაღაც ტექსტს რაღაც აი გადიხარ რაღაც ფუნდამენტურ ბეისიკებზე რა საბაზისო არის კარგი სიტყვა რა ფუნდამენტურ საბაზო რაღაცებზე შეგიძლია რომ კარგად ეს რაც დადიო დაუბალანსებელ მონაცემებიან დატას კარგად დაატრენინგებ random forest-ზე აი ეგ არის სკილი რომელზე გინდა სკილი უნდა გქონდეს ეს კრეატიულობა არის რომ კარგი ფიჩერები მოიფიქრო ამ თვალში კრეატიულობას გადავაგდე და გადავცვალეთ რამდენად კარგად გვიყვეს GPT, მაგრამ ესეთი ამოცანა როგორც ვთქვი ყველა დაიჭერებოდა. მაგაში ანუ თუ გამოვიდება და მაგრამ იდეას ხვდებით ხო, ანუ კრეატიულობა პლუს ფუნდამენტები. ამიტომ აი ხა ბევრ ამოცანაში იმიტომ ესეთი კარგად დაიჭერთ, ანუ დღევანდელი მე რა უნდა წაიღოთ. თუ გინდა ChatGPT-ს მოაწყობინეთ რაღაცა ნეშელემშულს მაგასაც იცოდა. რაღაცა კითხვა მოაწყობინეთ, მე ინტერვიუ ჩაატარებინეთ, დაუბალანსებელ მონაცემებთან როგორ იმუშავოთ, იცით თუ არა. აი ეგ უნდა იყოს აი ზეპირად უნდა იცოდეთ რა, დაუბალანსებელი მონაცემები გაქვს ეკურესი დავიკიდე, F1-ს უყურებ, ან პრეზენტაცია მოსაგას მეუბნება. მაგას უყურებ. მოდელს გასუშვები, დატას ასუშვები. დატაზე არის ვარიანტი, დაუსემპლინგი, აპსემპლინგი გენერაცია. ოკეი, ვარიანტები. მე გენერაციები ხა უნდა ხავაგლა მოტვინო, რომ არის ორი ვარიანტი, ხა იმოთხს საუკეთო და იმას მოუკეთო. გავუკეთო. აქ მაგ სწორი პასუხი არ არსებობს, შეიძლება იმან უფრო კარგად იმუშაოს, იმან უფრო კარგად იმუშაოს. არ არსებობს რაღაცა ფუნდამენტური სწორი პასუხი. მაგრამ უნდა ქონდეს ნაფიქრი უნდა მიხვედრა არის. ორი ფაქტის დაკავშირება ერთმანეთთან. მე არის მოდელთან რას ვაკეთებ? თუ არის gradient based მოდელი, focal loss-ი შემიძლია დავამატო. თუ არის არა gradient based მოდელი, შემიძლია ეს weight-ები დავამატო. და კიდე მილიონი ვარიანტია. ხო, ამით კომბინაციები. როგორც კი ხვდები, რომ ბევრი ვარიანტია, ნახეთ, როგორც კი ინტუიცია გეუბნება, რომ შენ შეუძლებელია საუკეთესო კონფიგურაცია ხელით მოიფიქრო. აი ხოლმე იტყვი რომელია უკეთესი, აპსემპლინგი თუ დაუსემპლინგი. წინასწარ სანამ არის. როგორც კი ეგ ინტუიცია გიჩნდება, ესე იგი ეგრევე გჭირდება სკრიპტი, რომელიც მაგას გაგიკეთებს. ადგება და ყველა კომბინაციას დაგიწვევს და პასუხს გეცვეს. შენ მაგაზე აღარ კონცენტრირდე. ანუ ეგეც ძალიან კაი გაკვეთილია, რაც უნდა დღევანდელ ლექციას დაიგოთ, რა. როგორც კი ხვდებით, რომ სწორ კონფიგურაცია შენ ვერ დასვამ, თავიდანვე, ყველაფერი გამიგეთ ამ გრიციდან random search-ით, რა. იმიტომ რომ აქ თითოეული 0.00 რაღაცა მნიშვნელოვანია. შეიძლება როგორ აი მომთვალე ერთმა ქულამ გადაგიწყვეტოთ მედალი. აქ შეჯიბრი არ არის, აქ პირველად გლოსაზე ისე არის, პირველად გლოსა ვაფშე მაგარი და მოგამაი რომ ტოპ რაღაცაში უნდა მოხდეთ, ხო? ტოპ რაღაცა არის ოქრო, მერე შემდეგ ტოპ რაღაცა არის ვერცხლი, ტოპ რაღაცა ბრინჯაო. იქ აი ქულები უნდა გაწყვეტოთ. მაგრამ კიდე ხარ ზოგადად ჩემგან ეხა საერთაშორისო დონეზე მე ოლიმპიადაზე არ ყოფილა ჩემ და სამწუხაროდ. მაგრამ მანდაც ის არის რომ ლოკალურად ბევრი მიწერია რა მათემატიკაზე რომ არ უნდა გაგეპაროს დრო. ანუ როგორც ვხვდები რომ რაღაც ანუ ეხა მე შეიძლება უფრო რთულია. იმიტომ რომ სრული ეხა ამ მოსაჟი მარტივი იყო მეტაკლებად ეგ იმიტომ რომ იცი რომ 75-ზე მეტი თუ არ გაქვს ნული ქულა გეწერება. ანუ იცი რომ მინიმუმ 70 უნდა დადო. და მაქს 98 იცი 98 100 ქულა ეგეც უნდა გამოიმუშაოთ, როდის გაჩერდეთ. ნახევარი დარჩენილის მერვედია თუ მთლიანი მერვედი? თლიანის მერვედი. ნახევარი იღებს ბრინჯაოს, ბრინჯაოს თუ არა იღებს, არა, შეიძლება დაიდეთ არაფერი არის. ანუ honorable mention აქ თუ ერთი დღე მაინც იყავი იმაში ერთმეორედში. ხო, მაგრამ ძირითადად აი იქნება რა honorable mention. ხო, აი ხა გამივიდა მაინც მეყარებით. ის მედალეებად გინდა რა. არა, ისე ძალიან ბევრი. მაგრამ ხოთე კაცო თქვენ ნახევარი იქამდე რა სიძახ კაცო თქვენ ნახევარი იქამდე მოიყვებით კაცო. როცა ხა ხა მესის რო ორი დღით ადრე მოგეთ ამოცანები. ხა ის უკვე გადათვალეთ შემდეგი ამოცანები და პირამდე გაგიზიარეთ ვაფშე და. მაგრამ უფრო მეტი აკეთეთ რა. ანუ ხა ამ ლექციით ჩემი მოსმენით ვერაფერს ვერ ისწავლე ისეც როგორც არის. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ეხლა ეგეთი ამბავია, ჩემი თხოვნა იქნება რომ ეხლა ძალიან გვიანი თუ არ არის, სანამ დაიძინებ. ერთი ეს თქვენ გააკეთეთ, რაც ულაპარაკე, ამასაც გაგიზიარეთ, მაგრამ ძალიან
ნამახინჯი ნოუთბუქია, მაგრამ მაინც გაგიზიარებ. ადექით თქვენ ცადეთ რა, იმენად თქვენ გაგე გაცულაპარაკეთ და იქნებ შემოწყვეტ სოლუშენი დაგეთ. და 1 საათი საათნახევარი საკმარისი იქნება ეგ არის ჩემი თხოვნა და მეორე ხვალ იმდენი ამოცანა ეგ იმენა კრეატიული ამოცანა არის რა. ხო, ხვალ ამოცანა კრეატიული ამოცანა და მაგას თუ არ იფიქრებ ვერ გამოგივარ და არა მარტო კრეატიული, მე ეგეთი ტრენინგი არ გინახიათ უეჭველი ვიცი არცად. ეგეთი ტრენინგი, ორი მოდელი თქო და დაატრენინგო. ამიტომ ხვალ დავუშვათ ამაზე დრო, იმიტომ რომ ამას ადრე ეკარგება ჩვენ თუ მოგიხევით ვერ ისწავლეთ ვერაფერს რა და იქ ჯიტულ პროგრამირებაზე ლაპარაკით მე დავს ვერ დავდებ, მაგრამ თუ თქვენ ამას ეხა აიღებთ და სახში დააკეთებთ ამ ყველაფერს თან ჩანწერით ეხა ხვალ აიკეთება, მაგრამ და ხო რა კვირა დღეში ხო თავისუფალებს პროცესს რომ გადახედოთ ამ ნოუთბუქებს რა ეგ აიქნება მე შეიძლება არ ვეგები გქონდა ის რომ კიდევაც რაღაც 100% მესმის მაგრამ უნდა მოვიხოდოთ რა აი დღევანდელი ლექცია იყო ძალიან მაგარი ამოცანა თავდა მეგონა ეს ამოცანა ბანძი ამოცანა აქვს რა მაგრამ აი ფუნდამენტები გაიგესდა რა როგორც მე დავიწყე კეთება და ვერ გავწურე კარგი სოლუშენი და მომიწია ყველაფერი მეცად რაც ვიცოდი მე მივხვდი რომ აი ფუნდამენტები მაგით ვიყავ ძალიან excited გუშინ ელიდან რომ მე კაი ლექცია გამოვაკლო იმიტომ რომ ფუნდამენტებია ძალიან ისეთი და გასაკეთებელი ფუნდამენტები კარგად გასწავლე აი ერთ-ორი წუთი ვილაპარაკოთ კიდე შეჯამებაზე რამე კითხვა თუ გაქვთ რაღაც ეგეთი გავიაროთ თუნდაც სხვა თემებზე 5 წუთი ვილაპარაკოთ კიდე და დავიშალოთ შეგიძლია კიდე ერთხელ მითხრა ხეების დამატება რატო არის overfitting? ვისი დამატება არის overfitting-ი? ესტიმატორი. ესტიმატორი სწორედ უფრო მეტი მოდელი გაქვს დასატრენინგ, ანუ უფრო მეტი მოდელი სატრენინგებ და რაც უფრო მეტი მოდელი გაქვს, მით უფრო კომპლექსური სისტემა გაქვს, უფრო მეტი კომპლექსური სისტემა გაქვს, მით უფრო დიდი შანსია რომ იყოს overfit. ანუ მარტო depth-ი არ არის მაგის განუცხადი? აი პროსტა ანუ მე მეგონა რომ მარტო depth-ზე იყო ეგ და ანუ პროსტა რომ გავზარდო ეგეც საკმარისია რომ overfit-ი იყოს? არა, არ ნიშნავს რომ აუცილებლად იქნება overfit-ი. ჩემი კითხვა თემიკო იყო რომ რომელს უფრო დიდი პოტენციალი აქვს რომ overfit-ი იყოს. ხები? დაახლოებით. ხო, ეგ არის უბრალოდ არ ნიშნავს რომ თუ გაზრდი უეჭველი overfit-ი ხდება არანაირად. არის რომ პოზი კითხვა რო იყოს რომელს უფრო დიდი შანსი აქვს რომ overfit-ზე გავდეს ამას თუ ამას, რომელს უფრო მეტი აქვს რა. აი რაღაც rocket science არ არის ხო და ინტუიციური რაღაცა არის. ხო, მე ვხვდი. ანუ ასე შეხედე რა, მე ასე დავამუღამე რომ ანუ max depth ხო არის იმიტომ overfit-ი რომ რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო მეტ კითხვას ვამ თითო ესტიმატორზე და უფრო კარგად სწავლობ და ეხლა max depth-ი თუ ბევრი არ არის და ესტიმატორი არის ბევრი, მაინც ბევრ კითხვას ვამ რა და რა სიღრმეში დაგისვამ და რა სიგანეში ეგ შეკითხები, მაინც უფრო detailized ისწავლის, ანუ ძალიან high level არის ეხლა ეს, მაგრამ მე ასე დავმოხსოვ. უფრო მეტი მოდელი გაქვს, ანუ უფრო მეტი ისაა და თან ერთად არიან და რამდენიმე თუ გავიდა overfit-ზე, დიდი შანსი რომ ბევრი გავიდეს overfit-ზე. ყველა overfit-ებული საშუალო ისე overfit-ი იქნება რა. გასაგებია. ხო, იმიტომ რომ აი წეღან ზუსტად გიგიმნას თუ და მას ვფიქრობდი, მაგრამ ანუ მეტი კითხვა მაინც არ გამოდის, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ესტიმატორი მაგას სადავით ეს კითხვას ფაქტია. ძალიან კითხვა მეორდება მაქედან, ხო? ხო, აი მაგიტო ეს სიგნეშია ბევრი, მოება სიგანეშია ბევრი და ანუ უფრო ეს უყურეთ რა, რაც უფრო კომპლექსურია სისტემა, მით უფრო მეტი შანსია overfit-ი. ძალიან ინტუიციურია რა. იგი რაც უფრო კომპლექსური დატა გაქვს, რაც უფრო კვადრატები, შვადრატები გაქვს, მით უფრო დიდი შანსია რომ ის კონდეს, ხო? გაწევას სიგრძის დაცვა და მე გამოყენებას ვიჩებოთ, რა იქნება ამის ფონდს. როგორ ესე იქნება? გაწევა და სიგრძის დათვლას. რას ნიშნავს გაწევა და სიგრძის დათვლა? Length გულისხმობს თვითონ იმ სიგნალის, ანუ ხო არის კლაკნილი. არა, კლაკნილი ხო არის რა და რო გავშალოთ ერთხელაც მაგას გულისხმობს. ხო, მაგრამ ყველა ხო 150 ფიჩერია და გარშე არ გარშე 150 ფიჩერი არ შეგვიება. თუ მარტო კლაკნილი მომენტის გაშლას ეძა რაც გძელი კლაკნილი მომენტი. ხო, მაგრამ არ იქნებოდა კარგი ფიჩერი, იმიტომ რომ
რაღაც აქ როდა ვიზუალურად დააკვირდეთ ეგ არ იქნებოდა კარგი ფიჩერი. მეც კი რომელიც თოცა დავაკვირდი, მაინც არ იქნებოდა, რომ რაღაც ზოგი ანუ ზოგს რამდენიმე ეს ექნება და მაგის გამო იქნება ზოგი და ზოგი ძალიან ძელი იქნება და მაგით იქნება და ეგ ორივე სხვადასხვა ფიჩერია და გიდა და ალბათ არა. მაგრამ ამაზე არ იდარდოთ რა, გიხვეწე რამის ფიჩერ ინჟინერინგზე თქვენ არ იდარდოთ, იმიტომ რომ domain expertise-ს აქ ვერ მოიფიქრებით ერთ დღეში. ნახევარ დღეში არც რა ის ნახევარ დღეც არ ქონდათ ამის, ხო? მაგათ ვერ მოიფიქრებით. მაგათ მე არ დარდოთ რა, მაგათ ვერ მოიფიქრებით. მე ვდარდობ რომ აი ეს აი გიგი აი შენზე ვდარდობ რომ არცადე არ გიგი ფიქრის ახლა არ გაკრიტიკებ. ფიქრის პროცესი როგორი იყო რომ არ გაგახსენდა რომ დაუბალანსებელი იყო თუ არ გეგონა რომ დაუბალანსებელი იყო რომ არა გავაკეთე ცადე ანუ ვუთხარი რომ მეთქი იმბალანსად არის თქო და შემიცვალე თქო და რასაც ერთი მთავაზობდა ეგ იყო რომ აი ეს თვითონ εν ესტიმატორები და იმათთან რომ ჩამოვწერეთ კლასური ბალანსს ეგ მქონდა მე რაღაც იმბალანსს სამბლოტს თუ რაღაც რო არის ეგეც ცად და უფრო ცუდი შედეგი მოხდა და მე ვუთხარი რომ მეთქი ეს არ შველის კარგად და ცალკე დამიწერე თქო ფუნქცია დასაბალანსებლად თქო და რაღაც ძალიან ბევრი წერა და აშკარად რაღაც ძალიან მიქარა იმიტომ რომ ბევრი რაღაც გამოა ანდერზე ფლინგი გავაკეთე და ანუ რავი 65 რომ მქონდა იქიდან 50 დამიტოვა და ანუ 50 ქულა დამჭა და ეგ უკვე დავშალე რა პირდაპირ მაგრამ დაგემატები რა ფიჩერ ისა ჰაიპერბალანსების ტუნინგი შეიძლება სხვა რაღაცებზე გასულიყავი რა თუ საწყისი ფიჩერებით ცუდი არჩიე მე აზრი ეკარგებოდ ეგეც არის შეიძლება მაგ ფიჩერებით ვერ გაგეწურა ვერაფერი შეიძლება ეგეც იყო რა მაგრამ ხო ანუ მოგეთ საბოლოო ჯამში მგონი მაყოფილები ვარ სკოლა დღევანდელი ლექციით რა ანუ გავიგეთ გაკვეთილი და შემთხვალისთვის უკვე ხობოდით გამოცდას დაგიარებაც the recording